და კვლავ საქართველოს დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ხმაური საპარლამენტო უმცირესობის ახალი ინიციატივის განხილვას მოჰყვა. გიგი წერეთელი მოითხოვს, რომ პარლამენტმა შეიმუშაოს რეზოლუციის ტექსტი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ სამგზავრო ბოინგთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უმცირესობას ეკუთვნის, ქვეყანაში რუსული ტელეარხების აკრძალვას ეხება. თორნიკე ხურციძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. თორნიკე, გისმენთ. რეზოლუციის თემა ურთიერთდაპირისპირების მიზეზი გახდა ბიუროს ხდომაზე. ერთმანეთს გიგი წერეთელი და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ რეზოლუციის ტექსტში ჩაიწეროს რუსეთის კავშირი ტერორისტულ აქტთან. უმრავლესობის პოზიციაა, რომ დაელოდონ უკრაინული რადას გადაწყვეტილებას. თუმცა მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით დღის ბოლოს ხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება. საერთოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რომელსაც საგარეო პოლიტიკაში აქ სერიოზული ჩავარდნები, რამაც რაღაც შედეგები მოიტანა. რაღაც განცხადების გაკეთება შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბოდიში მომიტყუე. არა, ასაცილო რამეს ამბობს. შეგაკეთო ბოდიში ვიხდი რა ეროვნები. ხელში გაქვს დაჭერილი ერთადერთი განცხადება, რაც მივიღეთ ერთად, თემსოფლიოში დაატრიალებთ, რომ აი ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე განცხადება მივიღეთ. ეხლა მეუბნები, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არ გინდათ საერთაშორისო განცხადებაზე ლაპარაკი. საქართველოს პარლამენტი, იმ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას სულ-ერთი კვირის წინ, სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, სოლიდარული უნდა იყოს ამ პრინციპების და რაღაც ფორმით ეს უნდა გამოხატოს. ეს რა ფორმა იქნება ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ერთობლივად მოხდეს და არა ვთქვა ჩვენი შეთავაზებული ვარიანტი. ეხლაც ვხედავთ ყველანაირი მიზეზების ძიებას იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ასეთი დოკუმენტი არ იყოს და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენც უპასუხებთ შესაბამისი არგუმენტებით. პოლიტიკური შეფასების გაკეთება არის ამ თემაზე საჭირო, მაგრამ არ არის საჭირო იმ ფონზე, რასაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაც თავისკენ წაიყვანოს და რაღაც თავის პოლიტიკური დივიდენდი ამოიღოს აქედან. საკითხის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან, გლობალურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება ეს ცალკეული პოლიტიკური რაღაცა სპეკულაციების ფონზე გაკეთდეს ნებისმიერი დოკუმენტი. ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. ამჯერად გია ბარამიძე მოითხოვს, რომ ქვეყანაში აიკრძალოს რუსული ტელეარხები. ბარამიძეს აღნიშნული წინადადებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ის დღეს პარლამენტში არ იმყოფებოდა. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსული ტელეარხების აკრძალვა ეს იქნება საბჭოთა რეჟიმში დაბრუნების ტოლფასი. ფიქრობ, რომ არა მარტო ტელეარხები უნდა იკრძალოს, არამედ საერთოდ სიმბოლიკა, გამოხატულება, ყველა ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ოკუპანტს სახელმწიფოს, სანამ არ იქნება საქართველო დეოკუპირებული და სანამ რუსეთისგან არ განთავისუფლდება და რუსეთი არ გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარებს საქართველოდან, მანამდე არც ერთი ატრიბუტიც კი არ უნდა იყოს მიღებული რუსეთის მიმართებაში. საბჭოთა კავშირის მერე არ მსმენია, რომ რომელიმე საკითხი წყლებოდეს ინფორმაციის ჩახშობით, აკრძალვით და სხვა. ამას აკეთებდნენ ნაციონალები და მაგრამ წარმოუდგენელი სისულელია. ესაა შეურაცხყოფა ქართველი მაყურებლის, ქართული საზოგადოების, რომელიც თურმე ვერ გაერკვევა ვინა ამტყუანი და მართალი და გია ბარამიძე გადაწყვეტს, იქნებ რამე წიგნებიც აეკრძალა. მე რო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, ასეთ წინადადებებით მოდიოდა, რომ აი ესა და ეს წიგნები არ უნდა წაიკითხოს ხალხმა და იქნება ყველანაირი ამ ტიპის აკრძალვა არის უბრალოდ აბსოლუტურად შეუთავსებელი ევროპულ პერსპექტივასთან. ამ წუთებში პარლამენტის ხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები დღის ეს რიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის არის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ანგარიში. მადლობა თორნიკე ხურციძე საუბრობდა.